საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ სპიკერის გამარჯვებული უკვე ცნობილია. საქართველოს ახალგაზრდა სპიკერის სტატუსით 16 წლის ნინი ხვედელიანმა მოიპოვა, რომელიც ზაფხულში სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრება. პროექტში სულ 25 ბავშვი მონაწილეობდა, რომელთაგან დასკვნით ტურში მხოლოდ 3 უძლიერესი მოხვდა. ნინი ხვედელიანი ფინალში ბავშვთა უფლებების თემაზე წარმოთქმული სიტყვისათვის სოციალური მომსახურების სააგენტომ ლეპტოპით დააჯილდოვა. დღეს კი სააგენტოს ინიციატივით გამარჯვებულმა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის გახსნაშიც მიიღო მონაწილეობა. მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ ბავშვის უფლებაზე აღიზარდოს ოჯახში ან ოჯახურ გარემოში. ამ სიტყვების წარმოთქმიდან ზუსტად 5 დღეში 16 წლის ნინი ხვედელიანმა ახალი ბავშვთა სახლის კარი პირველმა თავად შეაღო. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ სპიკერში გამარჯვების შემდეგ ნინი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ წილკანს ესტუმრა, სადაც მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ამ სახლში დღეიდან 10 მსრულელობას მოკლებული პატარა ერთად იცხოვრებს. ჩემთვის მართლაც დიდი პატივი ამ სახლის გახსნა, იმიტომ რომ ზუსტად საფინალო სიტყვა ქონდა ბავშვის უფლებაზე აღიზარდოს ოჯახში ან ოჯახურ გარემოში და მაშინაც ვიყავი ჯერ ბავშვთა სახლში და შემდეგ დანის ზუსტად ესეთ მცირე ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლში. ძალიან გამიხარდა რომ კიდევ მოვედი ესეთ სახლში. მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნამდე კი სოციალური მომსახურების სააგენტომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტში გამარჯვებული პირველი ახალგაზრდა სპიკერი ლეპტოპით დააჯილდოვა. ნინი ხვედელიანმა საჩუქარი ფინალში ბავშვთა უფლებების შესახებ წარმოთქმული სიტყვისთვის მიიღო. ნინი ხვედელიანის გამოსვლა, ფინალური გამოსვლა, რომელიც შეეხებოდა ბავშვთა უფლებებს, იმ რეფორმას, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, იმ პრიორიტეტებს, რომელიც არსებობს, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, არამედ ზოგადად საზოგადოებისათვის ის, რომ ბავშვი უნდა ცხოვრობდეს ოჯახურ გარემოში. პროექტ სპიკერში ქართველ თინეიჯერებს საშუალება მიეცათ გამოევლინათ ორატორული შესაძლებლობები და საჯაროდ ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. კასტინგის შედეგად 25 მონაწილე შეირჩა, მათგან მხოლოდ 3-მა ყველაზე ძლიერმა შეძლო ფინალში მონაწილეობის უფლების მოპოვება. ფინალური სიტყვა სამივე ბავშვთა უფლებებზე მოამზადა. დაძაბულ ბრძოლაში კი კომპეტენტურმა ჟიურიმ უპირატესობა სწორედ ნინი ხვედელიანს მიანიჭა. გამარჯვებული პირველ პროექტში არის ნინი ხვედელიანი. კონკურენტებს არ მეწახით ერთმანეთს და ჩემი მეგობრები მართლა ძალიან ძლიერები იყვნენ. საფინალო სიტყვა არ გაგვიჭირდა, იმიტომ რომ დიდი დრო გქონდა უფრო მოსამზადებლად და ძალიან დაგვეხმარა UNICEF-იც, იქ ბავშვების ისტორიებიც მოვისმინეთ და ეს უფრო ამან უფრო გაგვიადვილა საქმე, რომ შეგვედგინა ჩვენი საფინალო სიტყვა. რამოდენიმე ცალკეული მომენტი ალბათ ბიჭებს შეიძლება უფრო ძლიერიც კი ქონდათ, პიკები ქონდათ, მაგრამ ნინისი უფრო ისეთი მოწესრიგებული, დალაგებული იყო ყველაფერი და ალბათ ეს იყო გადამწყვეტი, რამაც რითიც შეძლო გამარჯვება. სპიკერის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა BBC-ს ამავე სახელწოდების პროექტის მიხედვით განახორციელა. გადაცემა ბრიტანულ არხზე პირველად 2009 წელს გავიდა და მისი მეშვეობით ინგლისელებმა ახალგაზრდა ორატორი დუნკან ჰარისონი აღმოაჩინეს. საქართველოს პირველი ახალგაზრდა სპიკერი კი 25 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში დაძაბული 6 ტურის შემდეგ გამოვლინდა. ჩვენ ისეთი 3 ფინალისტი ყავდა, რომლის შორისაც გამარჯვებული სამორჩევა ძალიან გაუჭირდა ჟიურის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროექტი იყო წარმატებული, ფინალისტებმა დაამტკიცეს, რომ პროექტის სპიკერი საქართველოში ალბათ კიდევ ერთხელ უნდა გაიმართოს. პირველი გამარჯვებული ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება სასწავლებლად. ახალ სპიკერს კი ქართული საზოგადოება უკვე მომავალი წლის შემოდგომაზე აირჩევს, როცა პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაბრუნდება.